პარლამენტში სახელმწიფო აუდიტის 2016 წლის ანგარიში განიხილეს, როგორც გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ განაცხადა, პარლამენტი უნდა იყოს აუდიტის სამსახურის პარტნიორი და არა დაპირისპირებული მხარე. მუშაობა უნდა იყოს ორი მიმართულებით. ერთი, პირველი, რომ მათი დასკვნების დიდი ნაწილი, რომელიც საქართველოს პარლამენტში მოდის, უნდა შესწავლილი იქნას იმ სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელიც არსებობს პარლამენტში და ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება ამ სახელმწიფო აუდიტის მუშაობის ეფექტურობა, ხოლო მეორე სხვის მიმართულება, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის და ასეთ შემთხვევაში ის თვლის, რომ არის გარკვეული პრობლემები, გადაგზავნილი იქნება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და ეს უზრუნველყოფილი იქნება ჩვენს მომავალ მუშაობაში. ყველა საჯარო მოხელე პირველ რიგში ვალდებული არის იცოდეს, რომ ისინი ხარჯავენ ჩვენი მოქალაქეების თანხებს, შესაბამისად აუცილებელია პირველ რიგში, რომ მათ მართლაც ძალიან ეკონომიურად და ეფექტიანად განკარგონ ისინი და საბოლოო ჯამში შედეგი მოუტანონ ისევ ამ საზოგადოებას. ეს თანხები არის მათ. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩაურევლობა, პოლიტიკური ასე ვთქვათ, განცხადებები იყოს შორს აუდიტის სამსახურიდან და მიეცეს შესაძლებლობა აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს აკეთონ თავიანთი საქმე. და მნიშვნელოვანი არის, რომ პარლამენტი, ვისთანაც არის ანგარიში ვალდებული აუდიტის სამსახური, იყოს პარტნიორი აუდიტის სამსახურის და არა დაპირისპირებული მხარე.